და რაში მდგომარეობს ჩემი ფენომენი. მე ამაზე ვიფიქრე. გინდოდათ გეკითხათ რაში მდგომარეობს ჩემი ფენომენი? დიახ. არ ვიცი საიდან იცით ჩემ შესახებ, მაგრამ ფენომენი მარტივია. პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, რომლებიც სრულიად კორუმპირებულია, მათ შორის საქართველო, უკრაინა, რუსეთი და ყველა დანარჩენი. რუსეთს ეს არ აინტერესებს და ყველა დანარჩენი ჩინოვნიკების წნეხის ქვეშ ცხოვრობს. გამდიდრების ორი ვარიანტი არსებობს. ყველაზე მარტივი, რა თქმა უნდა, ჩინოვნიკობაა. იქ უამრავი ფულია, მოიპარე რამდენიც გინდა, ხალხი უბრალოა, არ ესმის. ისინი ზუსტად ისე ცხოვრობენ, როგორც თავად ირჩევენ. ირჩევენ კი დაუფიქრებლად. იანუკოვიჩმა, რომელიც ვიღაც ქალს აუპატიურებდა და ქუდი მოპარა, პლაკატებზე დაწერა: ყველას მოვუსმენ და ყველას დაველაპარაკები. და ყველა ეგრევე მისკენ მიიმართა. ასე იყო. დიახ, სანამ ხალხი საკუთარ უფლებებს არ გაიგებს და კონსტიტუციის კითხვას არ დაიწყებს, სადაც ყველაფერი წერია, მაშინ მე მივიღე კონსტიტუცია. სხვა არაფერი შეიძლება. ჩემი ფენომენი ის არის, რომ უკრაინაში ჩემნაირს არავის ვიცნობ. არასდროს ფლობდა რაღაც სტატუსი. დიახ, იყო დრო, როცა მინდოდა პრეზიდენტი გამხდარიყავი, მაგრამ შემდეგ მივხვდი, რომ როცა მერი გავხდი, არაფერ შევცვლიდი. და ღმერთს მადლობა, რომ გადამაფიქრებინა. და ფენომენი ის არის, რომ ბუნებით საზიზღარი ვარ და ყოველთვის ჩემს პრინციპებს ვიცავ. და არასდროს გამომიყენებია ჩემი გავლენა პოლიტიკაში. სამჯერ ვიყავი დეპუტატი, ორჯერ მერი. ჩინოვნიკები ქურდები არიან. ყველა ქვეყანაში ერთნაირად ქურდები არიან. ნამდვილად არ ვიცი როგორაა უკრაინაში, ახლა იქაური პოლიტიკით არ ვინტერესდები. ისინი ყოველთვის რომ მოიპარონ, მათ სჭირდებათ ამისთვის ინსტრუმენტი, ბერკეტი. ბერკეტი კი არის ადამიანი, რომელმაც იცის, როგორ მოიპაროს ფული ბიუჯეტიდან უკეთ, უფრო ეფექტურად. ბიუჯეტში იქ ფული ირიცხება საბაჟოდან, შინაგან საქმეთა სამინისტროდან, სახელმწიფო საგზაო ინსპექციიდან, თუმცა ის იქ ძირითადად ქთამს იღებენ. თქვენი საგზაო პოლიცია ქთამს იღებს თუ არა? ეს საკითხი ლიეტუვაში შევისწავლე, ძალიან მაინტერესებდა, ვიტყოდი მინიმალურ დონეზე. დიახ, და საქართველოში წარმოიდგინეთ, ქთამს არ იღებენ. ისინი არ იღებენ ქთამს. ეს სააკაშვილმა გააკეთა. ამბობენ, რომ ახლა დაიწყეს ქთამების აღება, არ ვიცი. რა? უბრალოდ მახსოვს თქვენი ვიდეოები და თქვენი სიტყვები, რომ იქ ჩვეულებრივი ადამიანების ცხოვრების დონე ძალიან დაბალია. ძალიან. სოფლიოში არ არსებობს ქვეყანა, რომელიც საქართველოზე უარესად ცხოვრობს. მერე როგორ ცხოვრობენ? ყველაფერი მარტივად გაკეთდა. სააკაშვილი მოვიდა, სანამ ლოთი და ნარკომანი გახდებოდა, მან დიდი რეფორმა ჩაატარა. ხელფასები გაზარდა. უპირველეს ყოვლისა, ყველა გაათავისუფლა, რადგან თაღლითები იყვნენ. ყველა გაათავისუფლა. კანონიერი ქურდები დაშალა, იქ ცხოვრობდნენ, რადგანაც კანონიერი ქურდები ძირითადად საქართველოდან არიან და მათ დიდი გავლენა ჰქონდათ. მან $400 ხელფასი დააწესა, ეს კი დიდი ფულია საქართველოსთვის, პოლიციისთვის. და როდესაც მე საქართველოში ჩამოვედი საცხოვრებლად, როდესაც მერის თანამდებობიდან გადავდექი, ვნახე, როგორ ეხმარებოდა ვიღაცას საგზაო პოლიცია. პოლიციელები, ისინი არ არიან მილიცია, ჩვენთანაც არ არის მილიცია. თუ შენი მანქანა გაჩერდება, ისინი დაგეხმარებიან მის გადაადგილებაში. მათ შეუძლიათ გადაადგილდნენ. მაშინაც კი თუ შენ სრულიად ჩვეულებრივი ადამიანი ხარ. არავინ იღებდა ქთამს. ახლა ისინი ებრძვიან მექთამეობას საშუალო და დაბალ დონეებზე. უმაღლეს დონეზე ქთამს არავინ იღებს. იქ ყველა მილიარდერია. ისინი ციხეში არ ჩასვამენ საკუთარ თავს, რადგან არ არსებობს ხელისუფლების გადანაწილება, მაგრამ ეს ცალკე თემაა. და პოლიცია ასეთად დარჩა, მაგრამ ახლა მგონი ნელ-ნელა დაიწყებენ ქთამის აღებას. რადგან საქართველოში რეფორმები აღარავის გაუტარებია.
სააკაშვილს კი თავისი ქვეყანა უყვარდა. თავიდან რეფორმები ჩაატარა და ხელისუფლება მის მოკლა. დიახ, ეს კახაბერია. რამის თქმა გსურთ? საცხოვრობთ. საქართველოში თუ უკრაინაში? მე საქართველოში ვცხოვრობ, რუსთავში. ქალაქ რუსთავში. ვარ ნამყოფი. აქამდე რაც თქვი, საქართველოს სწორია? დიახ, სწორად ესაუბრეთ. სიმართლეს ვამბობ? დიახ, სიმართლეს ამბობთ. ამბობენ, რომ ბევრი მანქანაა რუსთავში. დიახ, დიდი ავტობაზარი გვაქვს და მანქანები აქედან მოხავთ. დიახ. კარგად ცხოვრობენ. ძირითადად თაღლითები. ჟენიამ, ფონდის დირექტორი, ისაუბრობდა და მე ერთხელ ერთ ნაძირალას გადავეყარეთ. როგორ გვანერიულებდა, ნამდვილი ბანდიტი იყო. ისე ბანდიტებს არასდროს შევხედრივართ. ესეც ფენომენი. მე საზიზღარი ვიყავი. მერე კი ბავშვობიდან მქონდა პრინციპები. არასდროს ვღალატობდი მათ. ამიტომ მოვყევი ამბავი, თუ როგორ იყო ეს ბანკში. და თქვენ უნდა იცოდეთ ეს. სხვა ვერავინ ვერ გაიგებს. მაგალითად, ჩვენს ბანკში 300,000 პენსიონერი ყავდა. მე მუდმივად ეს ყველა თანამშრომელმა იცის, ვითხოვთ ციფრებს და ვაკონტროლებ მათ. მე მენეჯერი ვარ. რადგან ვიცი, რამდენს ვხარჯავთ და რამდენი ფული შემოდის, რათა ბალანსი იყოს. დღეს ფონდი არც ჩემია და არც უკრაინული. ის ქართულია, რადგან ყველა ადამიანს ეწევა დახმარება თქვენნაირი და სხვა ადამიანების მხარდაჭერით. თქვენ ერთმანეთს ეხმარებით, ჯერ ბოლომდე არა, მაგრამ ზოგადად. საბოლოო ჯამში ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ჯერ კიდევ არ გვაქვს მოცული მთელი საქართველო. რადგან მთავრობა არაფერს აკეთებს ამისთვის. ხალხი შიმშილით იხოცება და არავინ მკურნალობს მათ. ეს საშინელებაა. ასე რომ, როდესაც მონაცემები მოვითხოვე, რატომ მოვითხოვე მონაცემები? ერთ დღეს ბანკში ყოფნისას დავაკვირდი, როგორ მუშაობდა დეპოზიტების განყოფილება. შევედი რიგი იყო. ყველას ფული მოჰქონდა, ბანკს ენდობოდნენ და ძირითადად მოხუცები იყვნენ. ერთი მოხუცი მოვიდა და $15,070 მოგცა ჩანთით. $15,070. სანამ თანამშრომლები მონაცემებს ამუშავებდნენ, მან საპირპარეშოში წასვლა ითხოვა. გავიდა. სხვათა შორის უკრაინაში საუკეთესო ტუალეტები ჰქონდა. ზოგადად, როდესაც რესტორანში ან დაწესებულებაში შევდივარ, თუ ტუალეტი ცუდია, უმჯობესია, იქ არ ჭამოთ და საერთოდაც დარჩენაც არ ღირს. ისინი პირველ რიგში კომპანიას აფასებენ, მათ შორის ტუალეტების მოწყობით. იქ ყვავილები ჰქონდა და ყველაფერი ლამაზი იყო. და ის ტუალეტში წავიდა და აღარასდროს დაბრუნებულა. ჩემი ასაკის იყო, შეიძლება უფრო ახალგაზრდა. დემენცია. დაავიწყდა. ბანკიდან ყველანი გამოვიქეცით დაახლოებით 200 ადამიანი იჯდა ქვემოთ. ცდილობდით მოგვეძებნა, მაგრამ ის წავიდა. გაქრა. აღარ დაბრუნებულა. მე გამოვითხოვე მონაცემები, რაც შეეხება სხვა პენსიონერებს, მოდიან თუ არა და აი რა მივიღე. მე ვთქვი, რომ ჩემი აზრით ეს პენსიონერები დაახლოებით მილიონი იყვნენ, ან ცოტა ნაკლები. ისე გამოვიდა, რომ დავიწყე გამოკითხვა. ვინ მოდის პროცენტებისთვის და ვინ არა. ვინც მოდის, ეს გასაგებია. პროცენტი მაღალია, ინფლაცია, ამიტომ პროცენტი ცხოვრობენ. ზოგი ადამიანი კი 3 თვის შემდეგ ან მოდის ან არა. მათგან ვინც 3 თვეში ერთხელ მოდიოდა, ქრებოდნენ, ძირითადად აღარ მოდიოდნენ. და ახლა წარმოიდგინეთ, რამხელა სურვილია, სურვილიც კი არა. აზრიც კი არ იყო. როგორ მოიქცეოდა უსინდისო ადამიანი? სიტყვები მავიწყდება. ვფიქრობ, 90% არ ვარ დარწმუნებული, შეიძლება ნაკლებიც, შეიძლება ვაჭარბებ და სინამდვილეში არც ისე გულწრფელი ვარ, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში
გაამრავლეთ საშუალოდ მილიონი $10,000-ზე, რომელიც მათ შეიტანეს. გაამრავლეთ მილიონი 10,000-ზე და მიიღებთ რამდენს? მილიონი 10-ზე. ვინ ითვლის? 10 მილიარდი. 10 მილიარდი $, ხომ? დიახ, ასე გამოდის. შემეძლო ეს ფული ჩემთვის ამეღო. ყოველგვარი რისკის გარეშე. და ის დღემდე დევს საბჭოთა კავშირის სახელმწიფო ბანკებში, განსაკუთრებით სბერბანკში. ისინი თვითონ იპარავენ ამ თანხებს. როგორც წესი, სახელმწიფო ბანკებში თავმჯდომარეები სულელები არიან. ეს ბიზნესი არ არის. ისინი სახელმწიფო ფულს იღებენ. უბრალოდ ინაწილებენ მას. სულ ესაა, მაგრამ არასდროს მომცვლია აზრადაც კი ამ ფულის აღება. არადა ვერც ერთი ნათესავი ვერ აიღებს მას, ვერავინ. და თუ ნათესავი მოვა და იტყვის მომეციეს დეპოზიტი, არ მისცემენ. არც კი ეტყვიან, რომ ეს დეპოზიტი არსებობს. მათ არ აქვთ უფლება თუნდაც კეთილი და გაჭირვებული იყო. თუ დაარღვევთ, ბანკს დახურავენ, რადგან არსებობს ბანკის საიდუმლოება. ეს კანონის სერიოზული დარღვევაა. ნოტარიუსთან ერთად უნდა მიხვიდეთ. გარდაცვალების მოწმობა უნდა მიიტანოთ. მთელი რიგი საქმეები უნდა მოაგვაროთ. ამას არავინ აკეთებს. პირველ რიგში არ იციან რომელ ბანკში. ასობით ბანკია. რომელ ბანკში არის ფული. მოკლედ, ეს ფული მთელ საბჭოთა კავშირში მიითვისეს. პრინციპები. ერთადერთი ფენომენი ის არის, რომ თუ ერთხელ მაინც მოიტყუე, არავინ არაფერს განდობს. არავინ. მე კი მენდობოდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ბანკი ყველაზე დიდი არ იყო. საშუალოზე ოდნავ დიდი. სხვადასხვა დონის თანამდებობის პირები მოდიოდნენ ჩემთან, მიუხედავად იმისა, რომ არ მოვწონდი, ფული შემოჰქონდათ, რადგან იცოდნენ, რომ ცხოვრებაში არასდროს ვიკადრებდი. განსხვავებულად იქცეოდნენ. მთხოვდნენ, ნაღდი ფულით ამეღო და პროცენტი გადამეხადა. მე კი უპასუხობდი, არა მეგობრებო, არასწორ ადგილას მოხვდი. იმიტომ რომ მაგრამ როგორ გადავიხდი პროცენტებს? ბანკმა თქვენი ფულით უნდა გამოიმუშაოს ფული, ცეცხლები გასცეს და თუ ნაღდ ფულს მომცემს, რაღაც უზამთ მათ. იყო შემთხვევები, როდესაც ნაღდ ფულს იღებდნენ ბანკის დირექტორები. სურდათ ამის გაკეთება მარტივი გზით. მაგრამ ეს შეუძლებელია. კაცრად უნდა იმუშაოთ კანონის შესაბამისად. ცოტა განზე გადაიქით, სულ ესაა. დამთავრებული ხართ. ის სადღაც დაიბნა ვიღაცამ არ დაფარა სესხი და შემდეგ ღალატისთვის წავა. იყო ბანკი კრედიტი. როგორ ერქვა მას? უკრაინა. სურკისის. ვინ იცის უკრაინაში? მედვედჩუკი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იყო და იყო უზარმაზარი ბანკი. მან თავი მოიკლა. მე მას წინა დღეს შევხვდი, კარგი ბიჭი იყო და პრინციპში პატიოსანი, მაგრამ დაიბნა. აიღო რაღაც, რაც ქაღალდს ჭრის. მგონი კი, ისეთი თხელია მაგიდაზე არაფერი მედო. აი კალამი. ეს არ იყო კალამი და თავს იზიანებდა. თავი დახარა და კისერში ირტყამდა. რომ ვენაში მოხვედრილი იყო, 7 ჯერ ჩაირტყა, სანამ არ მოხვდა და არ მოკვდა. ასე რომ სახომარო არ არის, ეს ფენომენია, კანონის შესაბამისად მოქმედებდი. ამიტომაც არ გავკოტრდი და არასოდეს მიმიმართავ სახელმწიფოს მომეცით ფული, რადგან მიჭირს. არადა ბევრს უჭირდა. ბევრს ეძებდნენ. შემდეგ როცა ინფლაცია იყო, როდესაც კრიზისი მოხდა, გაიქცნენ. ეს ფენომენია. და გარდა ამისა, მე იმდენად მჯერა იმის, რომ სწორად ვაკეთებ, როდესაც იდეა მომდის, იმდენჯერ ვამოწმებ საკუთარ თავს, სანამ ბოლომდე მივიყვან მას.